ახლა შეგვიძლია ერთადვე ჩვენს მაყურებლებთან ერთად მოვისმინოთ 20 მაისის ჰოროსკოპი. რა მოგვიმზადეს ვარსკვლავებმა, უпростоრად რა მოგვიმზადა ანზო როდიაშარიამ ვარსკვლავების განწყობებთან დაკავშირებით. მოდით ყველამ ერთად მოვისმინოთ. კი ბატონო. დილა მშვიდობისა საქართველო დღეს 20 მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროში ენერგია იზრდება, უფრო მარტივად შეიძლება ჩვენი სურვილები ასრულებული იყოს. განსაკუთრებით ეს ენერგია მოქმედებს ვერძებზე, მათი ენერგია არის ჰარმონიული, მშვიდი და აძლევს საშუალებას, რომ წინა პერიოდის მანძილზე დაგროვილი აგრესიული განცდებისგან განთავისუფლდეს და ასევე რომანტიულ თავგადასავლებში თავისუფლად გადაეშვეს. ლომებო, თქვენთან მომატებული არის ენერგია, ძალა, შეიძლება შინაგანმა აგრესიამ შემაწუხებელი განცდები დატოვოს, თუმცა თუ ჩვენ დავაბალანსებთ საქმეს, თუ მიმართავთ ენერგიას ჩვენთვის სასურველ მიმართულებებით, ეს ენერგია შემაწუხებელი არ იქნება. შრომა და შრომა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეკავება ემოციების, განცდების და სურვილების. მშვილდოსნებო თქვენ გიმართლებთ, მოდის წარმატების ენერგია. შეიძლება ეს იყოს შენაძენები, სიკეთეები, გაფართოების მცდელობა, კარიერული წინსვლა. ეს კვირა თქვენთვის დადებითად მოქმედებს, გაძლევთ ისეთ სიკეთეებს, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. კუროებისთვის მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შინაგანი ენერგიები მათთან მოქმედებს არაერთგვაროვნად, ეს არის იმპულსირებადი პერიოდი, რაც ზოგადად კუროებისთვის არც სასიამოვნოა, ამიტომაც ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი და ამავდროულად გაუმჯობესოთ თქვენი ფიზიოლოგიური სხეულებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარგი პერიოდია ქალწულებისთვის, მათ ეძლევათ საშუალება, რომ საკუთარი სურვილები, გეგმები აისრულონ. ქალწულების შრომა იქნება აღქმული, დაფასებული და შესაბამისად ეს მათ კარიერულ თუ ურთიერთობების კუთხით წინსვლას ხელს შეუწყობს. შეიძლება თხისრგებო ენერგეტიკულად გადაღლილი ხართ, გაკლიათ გარკვეული ძალა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ წინსვლა იგრძნოთ ან პირველი ნაბიჯები გადადგათ. ამისთვის ადამიანები გამგეგზავნებიან სამყაროდან, შეიძლება ძალიან ახლო წრიდან, რომელიც მოახერხებენ თქვენს გაღვიძებას. კარგი პერიოდი არის ასევე წყლის ნიშნებისთვის, განსაკუთრებით კირჩხიბებისთვის, მათი ენერგია, მათი შინაგანი მდგომარეობა იწყებს განახლებას. კარგი დრო არის იმისთვის, რომ საკუთარ ფსიქოლოგიაზე, შინაგან მდგომარეობაზე ვიზრუნოთ და მივიღოთ ის, რისი მიღების სურვილით დიდი ხანია გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს მორიელებზე, ეს განცდა, რომელიც მათ ხელს უშლით ხოლმე, ეს არის თავდაცვის თუ აგრესიის მდგომარეობა, უფრო ზედაპირული ხდება, ქრება და შესაბამისად ეძლევათ საშუალება, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგან სწორი მიმართულებით, აღიქვან პერსპექტივები, დაინახონ ის, რის გაკეთებაც აუცილებელი იყო და დაიწყონ თავიანთ ცხოვრებაზე ზრუნვა. სწორი დრო არის თევზებისთვის, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ, ასევე ის მოვლენები, რომელიც საჭირო არის მოსაგვარებლად, რომ მომავალში აღარ დაუბრუნდეთ. სარემონტო სამუშაოები, ავტომობილის შეკეთება, სხვადასხვა მარტივი სამუშაოები შეიძლება ამ პერიოდში პერსპექტიული და საჭირო იყოს იმისთვის, რომ მომავალში უფრო გამართულად და სწორად ვიფუნქციონიროთ. ტყუპებს, რა თქმა უნდა, მალე ექნებათ ის დრო, როცა მათია მზე, მათთან არის უხარიათ ცხოვრება, განახლების დრო არის, ენერგიები მოდის თქვენთან და შესაბამისად დაბადების დღის წინა პერიოდი იქნება ცოტათი მოულოდნელობებით ახსავსე, ხოლო დაბადების დღის შემდეგ თქვენ აივსებით სიკეთით და კეთილი ენერგიებით. მერწყულებს ეძლევათ საშუალება ამოსვლის, გადატვირთვის, განახლების, ეძლევათ პერსპექტივის ხედვის უნარი, რაც მათ ამ პერიოდში ძალიან სჭირდებოდათ, ეძლევათ იმის შანსი, რომ ცხოვრება რადიკალურად, პოზიტიურად შეცვალონ, ამიტომ მერწყულებო, სამყარო გეხმარებათ, რომ იყოთ ძლიერად. სასწორებისთვის მნიშვნელოვანი ამ პერიოდში, რომ აღიქვან საკუთარი ენერგია, საკუთარი თავი, პერსპექტივები მათთანაც სასიამოვნო არის სილამაზის მიმართულებით, განახლების კუთხით. ამავდროულად ძალიან კარგი არის
დიდი გრანდიოზული შენაძენებისთვის, როგორც არის ავტომობილი, სახლი და ასე შემდეგ. ზოგადად დღევანდელი ენერგია, დღევანდელი დღის გვაძლევს პერსპექტივას, რომ საკუთარი ენერგია სწორად გადავამუშაოთ, სამყაროში უფრო ძლიერად ანათებს მზე, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი მიზნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ. მადლობა ანზორ. მადლობა ანზორ. ძალიან კარგი იყო, დიდი შენაძენებისთვის მზად ვარ. ჩემთვის არ იყო ძალიან კარგი, ძალიან ზოგადი იყავი ანზორ, თუმცა დიდი დამაფიქრე. შენაძენები კარგიაო ანზორ. მივით ისე ყველა წყლის ნიშნის ამბავი. ხო, რატო არა? წყლის სტიქიის. ხო, აბარა.